ვიღებ ამიმას ამ პენსიას ცოტა ნახევარი მიდის სამლებში საჭმელები ხო გვინდა აი თორაგერა მათივარი და ნახეთ პამიდორზე დავჭრით იმ პამიდორს დამასწრებს და იმას ვჭამდა იმით როგორღაც ვარსებობთ 63 წელი ერთად ცხოვრობდა ჩვენ ერთმანეთს არაფერს არ გავუიმართებთ ერთმანეთს ხედავთ ვერ დადის მოხდებით კივა ეს $60 ამათ ხოლმე დარამე ყველაფერი სამლებში მივიდივარ მე ვერზინები მე მომაგეს ხო ვერ წავაი 86 წლის ბეჟან ტატურაშვილმა ყველაზე კარგად იცის მეუღლის საჭიროებები, რომელთანაც 63 წელია ცხოვრობს. იცის, რომელი მედიკამენტები სჭირდება, ასეთი ბევრია. აპტიაკში გაძვრებულია უკვე. აპტიაკში გაძვრებულია, მაგრამ არის კაცო, ეს სამალი 20 ლარია. დავიცი, რასაც იზებ თუ მიშოვე კარგია და თუ არა და რა ვქნა. პენსიონერი ცოლ-ქმარისთვის პენსიის თანხა, რომელსაც ოცნების მთავრობა მათთვის გამოყოფს, არასაკმარისია თითქმის ყველაფერში. მოვდივარ ლიფტის ფული გადასახდები გაზი, შუქი, ყველაფერი და რა გამრჩება, არაფერი სადღაც 120 ლარი, 100 ლარი მრჩება, რომელიც არაფერში აღარ მყოფნის. წამალი ვიყიდო თუ ვჭამო, არ ვიცი. აი ეგრე ვარ, არც სოციალური, არც არაფერი, აი ეგრე არ დახმარება არავისგან. ვარ ეგრე ომერში შინაბარი. გაზრდილი პენსიები, გაზრდილი სოციალური დახმარებები, მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. ასეთი წელი ბოლო 13 წელია არ დამდგარა მათ ცხოვრებაში. მაშინ როცა პენსია 20 ლარით იზრდება ფასები ყველა იმ პროდუქცია და მედიკამენტზე, რომლებიც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ცოტა ხნის წინ ცოლ-ქმარს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. წამლების გულიზე ცუდად ვიყავი მეც და ჩემი მეუღლეც და წამლების გულიზე გამოვიტანეთ, რომ წინასწარ ცეცხლი რომ იმას გვეყიდა და გვეარწება. ეს ხო ცხოვრება არ არის, ეს არის არსებობა ჩვენ მეტი არაფერი. უძლებთ რა ვიცი. საპენსიო სესხი ქალმა წამლებისთვის გამოიტანა, რომლის პროცენტიც 2030 წლამდე უნდა გადაიხადოს. ყოველთვე მისი მინიმალური პენსიიდან 100 ლარი ბანკში მიდის. რამე წამალია და რამე მე მომა ყველაფერი. აფციებში აკაცარა ხოლმე სულ მიცნობა რომ მიდავდივარ. როგორც გვეუბნება, მეუღლეს გარეთ გასვლა არ შეუძლია, ამიტომ საყიდლებზე თავად ბეჟანი მიდის. ახლა ჩვენთან ერთად გაივლის გზას აფთიაქამდე, მაღაზიამდე. უნდა იმყოფინოს ის თანხა, რომელიც მინიმალური პენსიიდან თვის ბოლოს შემორჩათ. ერთი ორი პამიდორი. სამი ხუთი. ერთი ორი ვაშლი. Devani kurdeni. Ufukla. Tu bile dia. Ai pata. Nani. Სულ პარამე ვიყიდე, აი რაც მეყოფილი. გამალი ვიყიდე, ნახევარი ვერ ვიყიდე მთლიანი. ეგ მივისა, ეგ აღარ ამუშავებს, რა ვქნა. ეგ მივლის. პენსიონერ დედას მუდმივი ყურადღება სჭირდება, რის გამოც მისი შვილი რამდენიმე წელია უკვე ვერ მუშაობს. ეს ოჯახი ყოველთვე 350 ლარით ცხოვრობს. პენსია ჯერ არ იყო მომატებული არ არის და პური უკვე ერთი თვეა გაძვირებულია. ყველაფერი ძვირდება, ერთიანად ძვირდება ყველაფერი. ყველა პროდუქტი, კარაქი, ყველი, ქათამი, ხორცი, ყველაფერი ერთიანად ძვირდება. ბოლოს მომატეს 20 ლარი. რომელიც
რა აზრია ცხოვრისთვის თვითონ ყოფნით 20 ლარი მილიონერი ბრძანდებით და როგორ დააგროვეთ ეს სიმდიდრე? გაჭირვებული პენსიონერებით სავსე ქვეყანაში, სადაც მათ 20 ლარი ემატებათ, 10,000 ლარს აღემატება ოცნების დეპუტატების და მინისტრების ხელფასები. ღარიბ ქვეყანას ყველა მინისტრი მდიდარი ხავს. მხოლოდ ხელფასით ვერ დააგროვებთ ამდენ ხანს და ამიტომ გეკითხებით ამასთან დაკავშირებით. დეკლარაციაში ყველაფერი დეტალურად არის ასახული. მადლობა. თქვენი კომპანიები 1800 ევროიანი პიჯაკები, 1000 ევროიანი კაბები. თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრს. ოცნების პარლამენტს 99-დან 17 მილიონერი დეპუტატი ჰყავს. მაგალითად, მილიონერები არიან პარლამენტში შესული სპორტსმენი დეპუტატები, რომლებიც შეკითხვებსაც კი არ პასუხობენ. ამდენი აქვს გადახდილი ყუილებს ვამბობ? არ გიჯერათ? 1800 ევროიანი პიჯაკები, 1000 ევროიანი კაბები. გაჭირვებულ ქვეყანაში. ქართული ხოლმე ქრისმის კი. არ გაძლევს ინტერესს. როდესაც 70 წლამდე პენსიონერს 20 ლარით უზრდი პენსია 70 წლის ზევით 45 ლარით ამის პარალელურად აბსოლუტურად უსაქმურ დეპუტატებს არალეგიტიმურ პარლამენტში 13000 ლარამდე უზრდი ხელფას არის არაადეკვატური რა თქმა უნდა. აი ახლა დეკემბერში უნდა გამოვიტანოს სესხი იმის პენსიისა, რომ ახალი წელი დავიყენოთ და წარმოიდგინეთ ახლა მე რომ პენსიის სესხს გამოვიტან, რამდენი პროცენტები უნდა დამიკავონ. ნახევარ პენსიასაც არ მომცემენ და როგორ უნდა გავიტანო ოჯახი. ისინი იძულებულები არიან ეს სესხები აიღონ, იმიტომ რომ ელემენტარული საკვები ესაჭიროებათ ყოველდღიურად და შემდგომში უკვე ამ სესხების დაფარვა სჭირდება არანორმალური მაჩვენებლით პროცენტები და ნამატი და Liberty Bank-იც რუსულ ეთნებასთან კავშირში არის და ის სარჩოსაბადებელი, რომელიც მცირე რაოდენობით არის თითოეული პენსიონერის შემთხვევაში საბოლოო ჯამში ძალიან მსხვილ თანხებს წარმოადგენს და რა თქმა უნდა ნაწილდება ისევ რუსულ ეთნებასთან დაკავშირებული ჩინოვნიკების თუ მმართველების ჯიბეებში. შეიძლება პენსიონერებს ართმევენ მინიმალურ შემოსავალს, მაგრამ ვერ ართმევენ მთავარს. ღირებულებებს 86 წლის კაცი ყოველდღე აქციებზე დადის. მე აქციაზე მიდიარ იმის გულში დავდივარ ამ ხნის კაცი რომ ეს ახალგაზრდები სულ ყველა ციხეში ჩაყარეს. რის გულისთვის? როგორ შეხვდებიან შეჭირვებული ოჯახები ახალ წელს, როგორ ყოფნით ის მომატებული 20 ლარი, როგორ ყიდულობენ წამლებს, საერთოდ როგორ ცხოვრობენ, ალბათ მოიკითხავენ მაშინ, როცა ტრადიციულად მათგან ხმა დასჭირდებათ არჩევნებზე.